მოგესალმებით ყველას, ჩემო მეგობრებო. დღეს მინდა რომ შევეხო ისეთ საინტერესო და სპეციფიკურ საკითხს, რომლის გამოც პრინციპში დღევანდელი ქართული საზოგადოება ძალიან დაპირისპირებულია ერთმანეთთან და საკმაოდ პოლარიზებულიც არის. ეს არის ერთგვარი პაექრობა ქართველ ნეოლიბერალსა და ქართველ რაშისტს, ან მეორენაირად როგორც ეძახიან ქართველ რაშისტს, იგივე ქართველ რუსეთომეს შორის. ჯერ უშუალოდ სამ დავიწყებთ ეს საუბარს იმ მიზეზებზე, თუ რატომაც არიან დაპირისპირებული ეს ორი ფლანგი ერთმანეთთან მიმართები, ჯერ მოდი განსვავოთ უშუალოდ რას ნიშნავს ქართველი ნეოლიბერალი, რას წარმოადგენს უბრალოდ ქართველი ლიბერალი და ასევე ვინ არის ქართველი რუსეთომე და როგორც ეძახიან ქართველი რაშისტი. ქართველი რუსეთომე არის ადამიანი, რომელიც ძირითადად, ქართველი რუსეთომეების დიდი ნაწილი, 80%, ან შეიძლება 90%-იც მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას და ეს არის ის კატეგორია ადამიანების, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს კონსტიტუციიდან უნდა ამოიღოს მუხლი, სადაც წერია საქართველოს ევროატლანტიკურ გაერთიანებასთან დაკავშირებით ფართო დოკუმენტები და ფიქრობენ, რომ ეს ნაწილი არის ამოსაღები. ასევე ამ ადამიანებს ამოძრავებთ ეგრეთ წოდებული ევროსკეპტიკური ან უფრო პოპულარული ტერმინი როგორც არის, ასე ვთქვათ, ანტიდასავლური გზავნილები. ისინი მიიჩნევენ, რომ ევროკავშირი უნდა დაიშალოს, ზოგადად ევროკავშირი არის ორგანიზაცია, სადაც საქართველოს ადგილი არ არის და ეს ევროინტეგრაციისკენ სულა საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა შეაჩეროს და ეს არის გზა, რომელიც ასე ვთქვათ, საქართველოს სუვერენიტეტს ხელს შეუშლის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში ითამაშებს ძალიან ნეგატიურ როლს. და ამავდროულად ამის ფონზე ისინი მოითხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან. მოითხოვენ ასევე იმასაც, რომ 9 მაისის ღონისძიებაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ კრემლში და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება და არც აღდგება, ასე ვთქვათ, დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, რადგან ეს ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის დამღუპველი იქნება. და მოკლედ ეს გზავნილები არის მთავარი მესიჯი, რის გამოც ასე ვთქვათ, ქართულ რუსეთომეებს სურთ, რომ საქართველოს შეწყვიტოს სულა ევროკავშირისკენ და პრინციპში მიესალმებიან კიდევაც მმართველი პარტიის აი ამ ასე ვთქვათ ანტიდასავლურ რიტორიკას და კიდევ ერთი საინტერესო პროპაგანდა, რის გამოც ცდილობს ასე ვთქვათ ქართული ოცნება, რომ ეს ადამიანები გამოყვებოს და თავის გავლენის ქვეშ მოაქციოს. ეს არის უშუალოდ deep state-ისა და ასე ვთქვათ გლობალური ომის პარტიის ნარატივები და ეხლა პრინციპში გლობალური ომის პარტიის მესიჯი ახალი არ არის, ეს ადრეც იყო ეს პრაქტიკა. ქართული ოცნების ლობისტების მოფიქრებული არ არის თავის დროზე ლენინმა გამოიყენა ესეთი ტერმინი გლობალური იმპერიალისტური პარტია და ერთგვარი სიმართლე ვთქვათ რიმეიკი ვიხილეთ აი ამ ტერმინოლოგიის, ახლა იყენებენ გლობალურ ომის პარტიას, ანუ ეს არის ერთგვარი უხილავი ძალა, რომლის მიზანი არის, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, საქართველოს ჩაერთოს რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში და ასე ვთქვათ ბჭყალებში გაუმარტივოს საქმე უკრაინას. და ასევე არის deep state, ესეთი ფარული ძალა, რომლის მიზანი არის, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ვერ დაამყაროს მეგობრული ურთიერთობა ქართულ ოცნებასთან. ქართული ოცნების პროპაგანდისტები იყენებენ ამ გზავნილებს, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მოლოდინი რაც უკავშირდებოდა უშუალოდ იმას, რომ ამერიკის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, იმას შემდეგაც თეთრ სახლში შევიდა დონალდ ტრამპი, ამის მერე ვაშინგტონიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ წამოვიდოდა საკმაოდ პოზიტიური გზავნილები, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა, რასაც ვაკვირდებით, ტონი ვაშინგტონიდან შეცვლილი არ არის და პირიქით ვხედავთ, რომ ქართული ოცნების ასე ვთქვათ ხელისუფლება ლეგიტიმურად არ არის აღიარებული. ვაშინგტონიდან სანქციებიც მოხსნილი არ არის, ბიძინა ივანიშვილი კვლავ სანქცირებულია და ვხედავთ, რომ გზავნილები დემოკრატიის ასე ვთქვათ შუქურასთან მიმართებით საკმაოდ კრიტიკულია მმართველი პარტიის მიმართ და ხედავენ კიდევაც ქართული ოცნების წევრები პრინციპში კოუზი ნაცარში ჩაუვარდათ და აქედან გამომდინარე ცდილობენ, რომ ეს deep state-ის გზავნილები უფრო მეტად გაამწვავონ რაღაცა deep state-ის რებრენდინგზე საუბრობენ, რაღაც გარკვეულ ფორმებზე და თვლიან, რომ ეს პროცესი არის ძალიან ხანგრძლივი და
დიდი დრო დასჭირდება დონალდ ტრამპს იმისთვის, რომ Deep State-ი დაამარცხოს და ამის შემდეგ უკვე შეიძლება თამამად იმაზე საუბარიო საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლებასთან უпростоრად დონალდ ტრამპი ურთიერთობას უკვე დაამყარებს და ეს ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა. აი ეს არის მოკლედ ახასიათება ქართველი რუსეთუმესი, ხოლო რაც შეეხება ქართველ ნეოლიბერალს, აბსოლუტურად განსხვავებული 180 გრადუსით შემოტრიალებული პერსონა არის ქართველ რუსეთუმესთან შედარებით. ქართველ ნეოლიბერალებს ჩვენ ყოველდღე ვხედავთ ტელეეკრანებზე, რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა ლოკაციაზე ესენი არიან ადამიანები, რომლებიც უკვე ამდენი დღეა, 150 დღეა უკვე ქუჩაში არიან გასული, გარეთ არიან გასულნი ქუჩაში და აპროტესტებენ იმას, რომ საქართველოში არის დამყარებული, ასე ვთქვათ, ავტოკრატიული დიქტატორული რეჟიმი და ცდილობენ, რომ დაამხონ რეჟიმი, მაგრამ სამწუხაროდ საზოგადოების დიდ ნაწილში ამ ადამიანებს არავითარი ლეგიტიმაცია არ აქვთ, იმიტომ რომ ქართველი ნეოლიბერალი არის ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ ქართულ საზოგადოებას ბოლომდე კარგად არ იცნობს და აქვს ასე ვთქვათ ესეთი მიუღებლობის შეგრძნება, ანუ თუ მაგალითად შენ განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებ გარკვეულ საკითხებთან მიმართებით, შეიძლება იყოს პოლიტიკა, კულტურა, ფეხბურთი ან სხვა სფერო, არ აქვს მნიშვნელობა ამას. შენ ავტომატურად ხარ ქვეყნის მოღალატე, ხარ რუსეთუმე კრემლის აგენტი და აქედან გამომდინარე შენ ქართულ ნეოლიბერალთან განსხვავებული შეხედულების გამო ვერ დამეგობრდები. აი ეს გზავნილი შეიძლება ამ გზავნილით შეგვიძლია დავახასიათოთ ქართველი ნეოლიბერალი ადამიანი, რომელიც პრინციპში არ შეუძლია რომ მიიღოს განსხვავებული მოსაზრება და ამიტომაც საზოგადოების გარკვეულ კონტინგენტში ამ ადამიანებს არ აქვთ ერთგვარი ნდობა და მხარდაჭერა კიდეც. ხო და პრინციპში მიზეზიც გასაგებია, რატომ არის დაპირისპირებული ეს ორი ერთმანეთისგან სრულად განსხვავებული აზროვნების მქონე ადამიანთა ჯგუფი. გასაგებია რთული პოლიტიკური და სოციალური და ასე ვთქვათ ეკონომიკური ვითარება ქვეყანაში და ბოლო პერიოდში გამწვავდა ეს დაპირისპირება სწორედ მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი გობახიძემ განაცხადა ბრიფინგის მეშვეობით, რომ საქართველო 2028 წლამდე ევროკავშირთან ყველანაირ ურთიერთობას და მოლაპარაკებას შეწყვეტს. ამან გამოიწვიეს დიდი საპროტესტო მუხტი, რომელსაც ჩვენ ხედავდით დეკემბერში, იანვარში, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა მუხტი თითქოს უკვე ჩაფარცხდა და ისეთი მუხტი აღარ არის, როგორც იყო მაგალითად გასული წლის ბოლო თვეს. და აქედან გამომდინარე უფრო მწვავე გახდა ეს დაპირისპირება ქართულ ნეოლიბერალსა და ქართულ რუსეთუმეს შორის და განსაკუთრებით აი დაპირისპირების პლაცდარმი და არენა არის სოციალური ქსელი. დღეს პრინციპში უკვე ჰიბრიდული ომი გვაქვს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოციალური ქსელი არის ის პლატფორმა და ის ადგილი, სადაც უპირისპირდებიან ერთმანეთს განსხვავებული იდეოლოგიის მქონე ადამიანები და ამიტომაც ვფიქრობ, რომ აი ამ კონფრონტაციის და პოლარიზების გამოც ქვეყანა წინ ვერ მიდის და გაჩერებულია ერთ ადგილას. და ასე დროს ჩნდება მესამე, ასე ვთქვათ, მიმართულება ადამიანთან ჯგუფის, ესენი არიან შუაშისტები, ან როგორც სხვა ადამიანები ეძახიან, გადაუწყვეტელი ამომრჩევლები, ადამიანები, რომლებიც პრინციპში არჩევნების დროს თავს იკავებენ იმისგან რაღაც თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ, ჯერ არ არიან მომზადებულები ამისთვის და სჭირდებათ დრო, რომ შეარჩიონ თავიანთი საყვარელი პოლიტიკური პარტია. მაგრამ არჩევანი არ აქვთ, იმიტომ რომ შუაშისტები, მე მიყვარს ძალიან ეს ტერმინი, ძალიან ბევრს არ მოწონს და ვცდილობენ რომ შეცვალონ ეს სახელწოდება, მაგრამ ვფიქრობ შუაშისტი ძალიან კარგი ტერმინია და ხშირადაც უნდა გამოვიყენოთ. შუაშისტები პრინციპში საღად აზროვნებენ, ისინი ობიექტურ პრიზმაში აფასებენ მოვლენებს და არ არიან მიკერძოებულები. ანუ ისინი არ წარმოადგენენ მხარეს. და სწორედ ამის გამოც შუაშისტები არავის არ უყვარს. არც ქართულ ნეოლიბერალს და არც ქართულ რუსეთუმეს და ამიტომ ისინი პრინციპში თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში საკუთარ თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ. იმიტომ საღი აზრის მოსმენა სამწუხაროდ არავის არ უყვარს, მათთვის ეს არის მიუღებელი, რადგან ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია რომ ობიექტურად შეაფასოს მოვლენები, არავის არ ჭირდება, რადგან იმ ადამიანს საკუთარ, ასე ვთქვათ, პროპაგანდას თავს ვერ მოახვევ და ყოველთვის დაგიპირისპირდება. ეს არის ის მოცემულობა, რაშიც დღეს ჩვენ ცხოვრობთ. ნამდვილად არ არის ლამაზი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, მაგრამ ეს არის ის სიმართლე, რასაც ჩემი აზრით
თვალი უნდა გავუსწოროთ. და პრინციპში დღეს წითელი პარასკევია, კვირას აღდგომა, გილოცავთ წინასწარ აღდგომის მწყემსავალი დღესასწაულს და მოკლედ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ.